სპორტული ქრონიკები. ეს ასევე ძალიან საინტერესო, რომელიც ჩვენი სიტყვის მიერ იყო გამოცემული. გამოყენილი არის ეს ნაშრომები, რომელიც ბოლო მერაბ ფიფიას და ახთენდილს შეგენეს, რომელსაც ასევე იხილავს მზის სინათლეს და გამოიცემს. ორი არის ალბატონის საშურა და ბატონი ოთარ. საამაყო ხალხია, არაჩვეულებრივი საზოგადოება. და ასევე შეიძლება რაღაცა გარკვეული დრო დაუკავშირებს. სამეცნიერო ლიტერატურა აქ არის ადრე და მალე როგორც იყვია. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ძალიან მასშტაბურად შეგვეჯამებინა მიმდინარე წელი, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ის სფერო, რომელიც არის დაკავშირებული განათლებასთან, კულტურასთან, სპორტთან და დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამ განათლების სფეროს ღვაწლმოსილ მუშაკებს, პედაგოგებს, მეცნიერებს მიგველოცა ახალი წელი და დაგვეფასებინა მაგათი ღვაწლი. ჩემი წიგნი, დოკუმენტური რომანი მანანა ანუა ტყუილობის 52 დღე ითარგმნა თურქულად, მისი მთარგმნელი გახლავთ ჰასან ჩელიქი და გამოიცა სტამბოლში 2022 წლის დასაწყისში, თითქმის 1 წელი შესრულდება და მთარგმანის გამოცემის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მწერალთა სახლი და აფხაზეთის მთავრობა, სწორედ ამიტომაც ვარ მე დღეს ამ ღონისძიებაზე, როგორც ერთ-ერთი ავტორი, რომლის წიგნის გამოცემაშიც მიიღეს დღევანდელი ღონისძიების მასპინძლებმა მონაწილეობა და რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი თანადგომა ჩემთვის ესეთ დიდ საქმეში. წიგნი აფხაზური ზღაპრების ქართული თარგმანი საინტერესო და მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ეს არის პირველი კრებული აფხაზური ზღაპრების ქართულად გამოცემისა, როდესაც მესამე ენა არ არის გამოყენებული. განსხვავებით საბჭოთა პერიოდისაგან, როდესაც აფხაზურიდან ჯერ რუსულად თარგმნიდნენ და მერე ქართულად, ანუ ორჯერ ითარგმნებოდა აფხაზური ზღაპრები, ახლა ამჯერად უკვე ჩვენ პირდაპირ აფხაზურიდან ქართულად თარგმნით ეს ზღაპრები და ყველანაირად შევეცადე, რომ მაქსიმალურად შემენარჩუნებინა ის აფხაზურის სურნელი, ის თავისებურებანი, რომლებიც სხვა ენის გამოყენების დროს იკარგება.